მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო, ეთერშია საფეხბურთო სიგნალი, არხზე TV სიგნალი საცდელი მაუწყებლობით. ჩვენ ისევე როგორც წინა გადაცემებში ვისაუბრებთ ფეხბურთზე და განვიხილავთ რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატზე განვითარებულ მოვლენებს. მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, დარჩა მხოლოდ 4 გუნდი, 4 საფეხბურთო გრანდი და შესაბამისად 2 ნახევარფინალი, რომელიც გადაწყვეტს ვინ იბრძოლებს ყველასთვის санუკვარი ტიტულისათვის. სამმა ევროპულმა ნაკრებმა ერთი სამხრეთ ამერიკული გუნდი არგენტინა დაიმარტო ხელა. დღეს საფეხბურთო სამყაროს ყურადღება 2 გიგანტური დაპირისპირებისკენ არის მიმართული. საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება და აქ შეცდომის ფასი უმაღლესია, ხოლო მეორე ბადეში ინგლისი დაუპირისპირდება არგენტინის ნაკრებს. დღეს გვაქვს განსაკუთრებული გადაცემა, უშუალოდ ამ ნახევარფინალებზე ვისაუბრებთ ხვალინდელ გადაცემაში. დღეს კი მიმოვიხილავთ ამ ნახევარფინალამდე სხვადასხვა ნაკრებების განვლილ გზას. მე სანდრო თორდია, საფეხბურთო მიმომხილველი, ასევე გადაცემის წამყვანი ნიკა შოშიტაშვილი, საფეხბურთო მიმომხილველი და სპორტის ჟურნალისტი და საბა სამუშია, ასევე სპორტის ჟურნალისტი, ხორვატიისა და მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი. მოგესალმები ნიკა, გამარჯობა საბა და ხორვატიის გულშემატკივარი ხარ. პირველი შენთან მინდა გადმოვიდე და ასეთი კითხვა მექნება ხორვატიის გავარდნის შემდეგ, ვის გულშემატკივრობ ამ გრანდებს შორის და ასევე ნახევარფინალებზე ვართ მისული, როგორც აღნიშნე და მინდა კითხო, რომელი მატჩი გახსენდება პირველი ჯერჯერობით ნახევარფინალამდე, განსაკუთრებით რომელი იყო დასამახსოვრებელი, ასე ვთქვათ. გამარჯობა, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, რაც შეეხება ხორვატიის ნაკრებს და ჩემს სიყვარულს და ამ ნახევარფინალებს და ამ მსოფლიოს, ყველაზე ცუდი მსოფლიო მაქვს ამ მხრივ, იმიტომ რომ ხორვატიის ნაკრების მერე ვინც კი ვისურვე რომ წინ წასულიყო, ყველა გავარდა, ასე ვთქვათ და აი ხორვატიის მერე პორტუგალიამ რახან გააგდო, მეთქი რახან თქვენ გაგვაგდეთ, ბარემ და მექენით და თან რონალდო და თან იქ ბრუნო ფერნანდეში და მეთქი რამეს იზამდნენ თქო და იმათმაც ვერაფერი ვერ ქნეს, მერე იყო და ბელგიას უგულშემატკივრე ესპანეთთან და იქაც ვერაფერი ვერ ქნეს, ნუ იქ ანუ სენსაციების მომხრე იყავი ამ კი, ნორვეგიას გულშემატკივრე სხვა შორის ძალიან, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე სიმპათიურებოდა ეს ნორვეგიის ნაკრები. თან უფრო კარგად იასპარეზეს ეს წელს რა, მიხრივ რომ ყოველთვის როცა ხედავ ესეთ შემადგენლობას, უფრო გიჩდება რომ საბჭოა გიჩდება რომ უფრო მძიმე ფეხბურთს ითამაშებენ. მაგრამ რეალურად ნორვეგიამ კარგად გაართვა თავი და საკმაოდ სუბუქი და ლამაზი ფეხბურთი ითამაშა, გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს სიმართლე რომ გითხრათ და გულშემატკივრები ნორვეგიას ინგლისთანაც კი და ეგეც ძალიან მეწყინა რომ ნორვეგია გავარდა, თუმცა ობიექტურად რო შევაფასოთ ალბათ. იმედია ინგლისისკენ ხარ ნახევარფინალში ხო ახლა? კი. შერომელი მატჩი არის შენთვის განსაკუთრებული, აი პირველი რო გახსენდა. აუ ბიჭო, პირველი აი ახლა ეს უცებ პირველი რაც გამახსენდა არის კაბუ-ვერდე, ესპანეთი გამახსენდა, ასე უცებ პირველად რა და იმიტომ რომ ყველაზე დიდი სენსაცია მაინც ალბათ ეგ თამაში იყო ამ სოფლიოსთან პირველი თამაში იყო თან და როდესაც ველოდებოდით რომ ესპანეთის ნაკრებს უნდა გადაიარა კაბუ-ვერდეს გუნდისთვის რადგა კაბუ-ვერდეს ნაკრები და მე ჯერ ვოზინია აღმოჩინა მე ის სხვადასხვა ფეხბურთელები იგივე კაბრალი აღმოჩინა და შემდეგ კი არგენტინელებმა თავის ტყავზე განიცადეს თუ როგორი არის კაბუ-ვერდეს ეს გუნდი და მე ვფიქრობ რომ ეს არის ამასთან ერთად ალბათ ყველაზე დიდი აღმოჩენა მუნდიალის მთლიანი კაბუ-ვერდეს ნაკრები რა. აი რაც წინა ევროზე იყო საქართველოს ნაკრები, მიმაჩნია რომ ამ მუნდიალზე ზუსტად იყო კაბუ-ვერდეს ნაკრები. თქვენ რას ფიქრობთ? აი თავარი აღმოჩენა რა არის თქვენთვის ამ სოფლიოზე რა? ფეხბურთელზე კი არ გეკითხებით კონკრეტულად, აი ან გუნდი, აი რაც ან თუნდაც რაღაც ახალი სიახლე რაც ნახეთ, აი საბა. მე რო არ მოგატყო, მეც არგენტინა რა იყო და კაბუ-ვერდეს ფიქრობ, იმიტომ რომ აი ჩვენ რო ვეთამაშეთ ამ ხანაგური თამაში, მან რომ მოდიოდა ძალიან აგდებული დამოკიდებულება რომ კაბუ-ვერდეს და იმას ეთამაშეთ კიდე და რაღაცა, მაქედან მოყოლებული ვფიქრობდი რომ კაბუ-ვერდი არის ესეთი ხელწამოსაკრავი გუნდი და ჩამოსაწერი გუნდი და რაც კაბუ-ვერდემ აჩვენა ჯერ ესპანეთთან ვოზინიამ რაც ქნა 40 წლის კაცმა რომ აი ნახევრად მოყვარულია რა ტიპი რა, ეხა ფაქტია და ადგა და
ძალიან მაგარი თამაშია ჩვენ. კაბო ესპანეთთანაც და მე არგენტინასთან ნუ ეხა სასწაული გააკეთეს რა. მართლა სასწაული გააკეთეს იმ ხრივ რომ არასდროს არ ელოდები კაბო-ვერდესგან ეგეთ თამაშს, მოქმედ სოფლიო ჩემპიონს რო ეთამაშები. მოქმედ ევროპის ჩემპიონს რო ეთამაშები. მოქმედ ევროპის ჩემპიონს რო ეთამაშები. მაგარი სტატისტიკა მანდ რომ კაბო-ვერდე ხო ითამაშა 4 თამაში მსოფლიო ჩემპიონატში. არც ერთი არ წაუგია ძირითად დროში. ეგეც ეხლა ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც ძირითად დროში თამაში არ აქვს მსოფლიოზე წაგებული და თან ამ 4 თამაშიდან 3 ითამაშა მსოფლიო ჩემპიონებთან. ესპანეთის ნაკრები, ურუგვაის ნაკრები და არგენტინის ნაკრები და კარგი არის კაბო-ვერდეს შემდგენობა როგორც ჩანს. თან როგორი მომენტია, იცი რომ აი ხო არის მომენტი, როცა აი ერთ სოფლიოს რო იხსენებ კონკრეტული გოლი რო გახსენდება. აი კაბრალის გოლი გამახსენებ. ამ სოფლიოს რო გავიხსენებ წლების შემდეგ პირველი რაც გამახსენდება იქნება კაბრალის ის ჩატეხვა და ის ულამაზესი ჩახვეული ურთი აი ეგ გამახსენდება. მე იმედი მაქვს რომ წლების შემდეგ რო გავიხსენებ იმედია დარჩენილი 4 მატჩიდან გავიხსენებ რომელიმე ისეთი მაგარი ნახევარფინალები. ეგეც არის, ნახევარფინალები გველოდება. მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ უფრო მაგარი წინ გველის რა. მაგრამ რა თქმა უნდა მე ძალიან მომწონს ეს მსოფლიო ჩემპიონატი არის გონი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი როცა ვიძახი რომ აი ვისაც უნდა ეთამაშა კარგად ვარსკვლავებს ითამაშეს კარგად და ამაში მე მოვიხმარ ლიდერთა გოლების გამტა ლიდერთა დავას ბომბარდისტთა დავას ძალიან რთულად თქვი მგონი კილიან მბაპე 8 გოლი 3 ასისტი ლიონელ მესი 8 გოლი 2 ასისტი ერლინგ ჰოლანდი 7 გოლი ასისტი არ გაუკეთებია ერლინგს და პირველ ხუთეულში ერთადერთი ფეხბურთელია რომელსაც ასისტი არ აქვს გაკეთებული დანარჩენი ჯუდ ბელინგემს არი კეინს და უსმან დემბელეს აქვს თითო ასისტი გაკეთებული უსმანს ამ შემთხვევაში 2 აქვს გაკეთებული ჯუდ ბელინგემი მეოთხედფინალის შემდეგ უკვე ჩაერია ბომბარდირდა დავაში და უნდა აღნიშნოთ რომ პირველ ათეულში ინგლისს ყავს 2 ფეხბურთელი ჰარი კეინი და ჯუდ ბელინგემი 6-6 გოლით და თითო ასისტით ეს ძალიან დიდი მიღწევაა და პირველად არის გონი ინგლისი რაც მე ფეხბურთს უყურებს რომ მოლოდინებს ამართლებს მწვრთნელიც კარგი ყავთ და ვნახოთ რა იქნება ხოლო რაც შეეხება იგივე ჩემს შეკითხვას რო დაუბრუნდეთ პირველი მე მახსენდება პარაგვაი თურქეთი ეს იყო ეპოქალური ეპიზოდი როდესაც after review number 10 პარაგვაი cover his mouth ეს სიტყვები მე მახსოვრება ცხოვრების ბოლომდე ალბათ ისე ბრუტალურად თქვა საჯმა და ალბათ რა ვიცი აი რო უყური ძალიან საყვარელი კი და გამოვიდა და უცებ ბრუტალური ხმით რომ ამოუშვა ალმირონმა ხელები აწე გავდივარო ველოდებოდი რომ რამე სხვა თამაშს დაენიშნა პლეიოფში და ვერც არც ერთ თამაშს არ დაუნიშნიათ. მე ველოდებოდი სხვათა შორის და ვაკორდებოდი ექსაჯი სხვა თამაშზე თუ იქნებოდა და აი წითელს როგორ იტყო და კიდე ეგრე თუ იტყო და თუ გაბრაზებული იყო ალმირონზე ეს რა იქადრა არა და დიდი არაფერი არ იყო იქ ნუ ელემენტარული წესი იყო ახალი შემოღებული რომ თუ დაიფარავ პირზე ხელს არის წითელი ბარათი მე ვთვლი რომ ექსაჟელი შეიძლება ყვითელი ბარათიც იყოს, მაგრამ ნუ ეხა მატერაცის ნაირ რაღაცას თუ ეტყვი ფეხბურთელს მატერაციმ რაც უთხრა ზიდანს ამაზე ფაქტია რომ მაშინ რო ყოფილიყო ეს წესი ალბათ ზიდანსაც გააგდებდნენ და მატერაცისაც გააგდებდნენ. შეიძლება. პირით რომ ენახათ, თუმცა მატერაცი მაშინ პირზე ხელი არ დაუფარავდა პირდაპირ უთხრა. იცი რა მე მგონი მაინც არ გააგდებდნენ ვარც მატერაცის და ალბათ რომს გაეგდოთ მატერაცი მაინც ძირითადად არ შეიცვლებოდა ის რაც უნდა მოხდარიყო ეგ ცოტა გადაფასებული მომენტია კი ზიდანი დაარტყამდა როგორ რაღაცა ისე ძალიან გადაფასებული მომენტია ეგ ჩემი აზრით სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არა იმ ხრივ რა არის კინემატოგრაფიული კადრი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ფეხბურთისთვის მაგრამ აი ის რომ ზიდანი მაშინ არ გაეგდოთ საფრანგეთის ნაკრები სოფლიო ჩემპიონი გახდებოდა მაგას ვერავინ იტყვის არ შეიძლება მაგის სანიოს უნდა დავაჯეროთ სანიოლია მოს რო გაბრაზებული ამოვდა გაბრაზებული სანიოლია მოვდა როგორც ვთქვი არველ რამდენი წელი არ ველაპარაკებოდიო ზინედინსო და ალბათ ზინედინს არ დააყოლდა მაგით არაფერი ხმიანა გაგვაგები აი ალმირონი გავიხსენეთ და მე კიდევ ერთხელ მოუწოდეთ მიგელ ალმირონს რომ გამოვიდეს და თქვას რა შეუბნეოდა პირდაპირ და რაღაც ისიც შეუბნებოდა როგორც რომ არ ითქმევა რა უნდა გამოვიდეს ალმირონი და თქვას რომ საერთოდ
რაღაცა ნეიტრალური ფაზრა უნდა თქვას და მით უმეტეს მეტი კრიტიკა წავა რომ პირზე რაღაც იფარებდა ხელსო არაგოელებისგან ჩვენ ხო მით უმეტეს საფრანგეთთან მატჩის შემდეგ უფრო დავუკვირდით რომ როგორი და რეების მკადრებლები არიან ისინი საფეხბურთო მოედანზე ამიტომაც რაც არ უნდა ეთქვა მე არ გამიკვირდება არაფერი აი იგი იყო ერთადერთი თამაში რომელიც გამოვტოვე ამ სოფლიოს რომელი პარაგვაისაც დანარჩენი ყველას უყურე თან ამ ჩანაწერებსაც უყურებდი რა მე ჩანაწერებს უყურე დილის 5 საათზე რო იყო და 4 საათზე ეგეთებს რა და ხო ეგ რა აი ამ ჩანაწერის ყურების მუხამიც კი არ მქონდა რა რომ ნახე და მე პოსტები რომ ნახე რომ ეს რა იკეთესო და ეს რა აკეთესო აი სული გამიქრა საერთოდ რომ ამათ არ უყურებდეთ კი რა არ გამიშთა არანაირი სული პარაგვაის ნაკრები დასამახსოვრებელი გამოდგა ნამდვილად სოფლიო ჩემპიონატზე ეგ შეგვიძლია ვთქვა 2026 წლის სოფლიო ჩემპიონატი ალბათ პარაგვაის ნაკრებთან ერთად გაგახსენდება ხოლმე გაგახსენდება კასერესთან ერთად რომელიც ყველანაირად ცდილობდა რომ ყვითელი ბარათი აეღო თუმცა საჯი მაინც არ დაუკმაყოფილა ეს სული მაგ თამაში პარაგვაის ბარათი არ მიუღია და საფრანგეთმა მიიღო ბარათი მიიღო საფრანგეთმა და აიგეც ნიჭი არის რა თქმა უნდა მაგისტრი თავისი ცოდნა გაგახსენდება ასევე ალბათ უღიმღამა ბრაზილიის ნაკრები რომელსაც ფაქტია რომ ევროპელი მწვრთნელი ვერ შველის ხოლმე და გაგახსენდება ასევე ნეიმარი რომელიც ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმის რომ ფეხბურთი ეთამაშა თუმცა გამოჩნდა მუნდიალზე რომ ნეიმარის კარიერა მორჩენილი არის ამას ვამბობ ხმამაღლა რა რომ ეგ ფეხბურთელი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ლიონელ მესის მერე ჩემი საყვარელი უთამაშე ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს. ყოველი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რაც მახსენდება 2002 წელს თუ არ ჩავთვლით რომელიღაცა ბრაზილიელი ფეხბურთელის დრამით წასვლა ან რატომღაც ვერ ითამაშა მაშინ იყო გერმანიასთან 7-1 და დაცვის ხაზში ორი ძირითად მოე ტიაგო სილვა და დავიდ ლუისი არ იყვნენ. არა ტიაგო სილვა არ იყო იმიტომ რომ კოლუმბიასთან მატჩი მიიღო ყვითელი ბარათი მეორე იყო ეს მისთვის მუნდიალზე და დადგა ტიაგო სილვას ნაცვლად დანტე დადგა ხო 13 ნომრით კი და დრამატულად დამთავრდა ეს და ბრაზილიაზე ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი სულ მახსოვს რომ ვიღაცა ტირის ვიღაცა გავარდა არ ყოფილა არასდროს რომ აი ვითამაშეთ და გავარდით მაგრამ კარგი ბოლოს სამჯერ ნეიმარმა იტირა ხო ბოლოს სამჯერ არა ნეიმარი ზოგადად აი ნეიმარს თუ თეორი რაღაცის მიჭია ერთ-ერთი ტერილი არის იგებს აგებს ემოციური ადამიანია და ნახ ბრაზილიელი მაინც სამხრეთელი არის და აქვე საინტერესო რაღაცა სოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობების გამო სხვადასხვა ნაკრების მწვრთნელების 25% სახში არის გაშვებული 25% იმ ნაკრებებისა, ვინც გავარდა ნახევარფინალ და მეოთხედფინალამდე, უпростоრად არიან სახში. მათ შორის არის გერმანიის მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი და გერმანიამ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ჩემი აზრით, რომ იულიან ნაგელსმანის ჩაანაცვლა იურგენ კლოპით, რობერტო მარტინესი გათავისუფლებულია პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელობიდან, რონალდ კუმანი განთავისუფლებულია ნიდერლანდების მწვრთნელობიდან მარსელო ბიელსა რომელსაც ორი ტიტული აქვს მოგებული მთელს მის სამწვრთნელო კარიერაში გაშვებულია ურუგვაიდან პეპ გვარდიოლას აზრით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი მაგას ვერ ხვდები რატო ფიქრობ არა მწვრთნელი არა გენიოსი არის პათეტიკა ეგეც ნათქვა მექვს რომ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია რაში გამოიხატება ჭკვიანი მწვრთნელი გამოიხატება შედეგებში და შედეგებით მარსელო ბიელსა ძალიან ცუდი მწვრთნელი არის. ნუ საერთოდ ძალიან რთულია ბასკი მე დავაკვირდი ამ იმას ბასკი მწვრთნელი რო იყოს ცუდი მწვრთნელი ეგ არის ძალიან რთული და ესე ვთქვათ მოულოდნელობაც არის. იმიტომ რომ ახლა რომ დავაკვირდეთ თუნდაც პრემიერ ლიგას რო შევხედოთ რა ახლა გადავუხვიეთ თემიდან მაგრამ აგერ ლივერპულის მწვრთნელი უკვე ირაულა არის ბასკი პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი ბასკი არტეტა და ეს ბასკური ჩაბი ალონსო ჩელსიში აგერ დელაფუენტე კი ბასკი მწვრთნელები კარგი სკოლა აქვს სამწვრთნელო ბასკებს რა როგორც კატალონიელებს ნუ გვარდიოლამ დააყენა ეგ თამასა რეალურად რომ კატალონიელები კარგი მწვრთნელები არიან მაგრამ ფაქტია რომ პეპის გარდა
დიდად კატალონიელ კუთვნილს ვის გავიხსენებთ, რომ ლუის ენრიკე მაგალითად გალისია. პეპიზე გამახსენდა მცირედი გადახვევა, ასევე პაოლო მალდინი დაინიშნა იტალიის ნაკრების ტექნიკურ დირექტორად, მას დაევალა იტალიის ნაკრებისთვის მომავალი მწვრთნელის არჩევა და პაოლო მალდინიმ პირველი გვარი პეპ გვარდიოლა თქვა და დაუკავშირდნენ, როგორც მედიაში იწერება პეპ გვარდიოლას და ფიქრობენ ახლა ხელფასზე საიდან მოიტანონ რამდენი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი იქნება ეგ გადაწყვეტილება პირველ რიგში იტალიის ნაკრებისთვის რა. პეპ გვარდიოლა გასაგებია და ვიცით ვაღიარებთ რომ არის გენიოსი, თუმცა იმასაც ვაღიარებთ რომ კარლო ანჩელოტი არის გენიოსი, თუმცა მოვიდა ბრაზილიის ნაკრებში და ვერაფერი იქნა რეალურად. დამასწარი ეგ მინდოდა მეთქვა. ის იქნება ცუდი გადაწყვეტილება, თქვენ რომ იტალიის ნაკრების მცდელი ვინც უნდა ყოფილიყო კარლო ანჩელოტი ის წაიყვანეთ ბრაზილიაში და პეპ გვარდიოლა იქნება ცუდი გადაწყვეტილება. ეხლა შეიძლება მოვიდეს იტალიის ნაკრებში, რატო არა? ეხლა არის კარლოსთვის იდეალური დრო, რომ იტალიის ნაკრები ჩაიბაროს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეხლა ბრაზილიასთან ერთად და გულწრფელად ვთქვათ და ცუდი მუნდიალის მერე ბევრი კარი დაკეტილი იქნება კარლოსი. მე გულისხმობ ისეთ კარებს როგორიც არის მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, იუნაიტედი და ასე შემდეგ. და მართალია ხო გვინახავს კარლო ანჩელოტი რანგით დაბალ გუნდებში, პეპ გვარდიოლასგან განსხვავებით იგივე ევერტონში გვინახავს, ნაპოლიში გვინახავს და მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობ რომ ყველაზე ოპტიმალური ახლა ხო ის რა პაზლი რო ჯდება ხოლმე რა და პაზლში ახლა იდეალურად ჯდება ჩემი აზრით კარლო ანჩელოტის მისვლა იტალიის ეროვნულ ნაკრებში როგორც მინიმუმ ახლა კარლო ანჩელოტი საქმეს ვერ გააფუჭებს იგივენად როგორც ბრაზილიაში საქმე არ გაუფუჭებია მას უბრალოდ არც გაუკეთებია აქ ეგ არის პრობლემა და იტალიაში უკვე საქმე არის გაფუჭებული უკვე გაფუჭებულია საქმე და ამაზე უარესად რა თქმა უნდა აი კრიზის მენეჯერიც არის კი თოვისტო და ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ იტალიის ნაკრები არის დაახლოებით, აი რა ვიცი, ამაზე ცუდი იტალიის ნაკრები მე არ მახსოვს, მაგრამ კარლო ანჩელოტი მახსოვს ევერტონში. სამაგიეროდ სადაც ვერაფერი ვერ გააკეთა. ხო, მაგრამ რატო ეს ევერტონში რომ მე ვერ დაგეთანხმებით. კარლო ანჩელოტი სხვა კალიბრის უხნელი არის და სხვა შემეცელი ევერტონში რომ მიდის. მაგრამ ევერტონში იყო და იმას ეთამაშებოდა ევროთასების ზონას ეთამაშებოდა და ეგ ევერტონის ძალიან აი რო ეთამაშებოდა დომენიკ ალვერტ-ლუინით ევერტონში დომენიკ ალვერტ-ლუინი და რიშარლისონი ყავდა ხო? რიშარლისონი ყავდა. რიშარლისონი კარგი ფეხბურთია თამაში. კი, გადიოდა რიშარლისონის რომ სოფლიო ჩემპიონატზე მოხდა ბრაზილიის ნაკრებში. ეგეც კარლო ანჩელოტის დამსახურება. არაფერი კარგი არ აქვს, მაგრამ ადამიანს ბრაზილიის ფეხბურთისთვის გაკეთებული. იმ აკრატების გარდა მე ანჩელოტი ვიმოისხდა. ხო, რიშარლისონს გონი უკეთ ბევრია, მეტი უფრო მეტია ვიდრე კარლო ანჩელოტის გაკეთებული ბრაზილიის ნაკრებში. კი, ბრაზილიის ნაკრებში. რაც შეეხება ჩეხეთმა შეიცვალა მწვრთნელი მიროსლავ კუბეკი და ჩეხეთმა ხო ჩვენი თამაშის მერე შეიცვალა მწვრთნელი 4-1 მოუგეთ და დაჩეს. სასაცილო ფაქტი რომ 4-1 მოუგეთ და მწვრთნელი არ შეუცვლიათ ბოლომდე ვენდო. არ შეუცვლიათ, მაშინ მე რაღაცა ვეთქულობდი რომ გაშვებაზე მიდიოდა ლაპარაკი და გამოუშვეს გონი. ეს უცელი იყო კუბეკი არ იყო მაშინ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი მგონი. მე მგონი ან ეგ იყო ან ჰაშეკი, არ მახსოვს. ჰაშეკი იყო მგონი ჩვენთან მწვრთნელი და გაუშვეს ცოტა ხნის შემდეგ. მაშინ მაშინ გაუშვეს შესარჩევის შემდეგ ალბათ დააცადეს. შეიძლება მემახსოვს არასწორად. მაგრამ მახსოვს რომ ვიზუალურად ერთ-ერთ ქართულ სპორტის ჟურნალისტს გავდა და ესეც კარგად გავს. ვის გავდა? ბიზინა ბარათაშვილს გავდა ძალიან. აი ეს ახლა დამახსენდა ხურობები ეხლა გავხსენდა. ესეც გავს მე მგონი და მაგიტომ ახსოვდა ეგრე. მწვრთნელის შესრულებს რაც შეეხება ასევე გერმანიის ნაკრებით შეისვლის მწვრთნელს და სავარაუდოდ იურგენ კლოპი გახდება გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცი და გახდა მგონი უკვე. ოფიციალურად ჯერ არა, მაგრამ ალბათ ფორმალობები არის დარჩენილი, ისეთი სანდო ინსაიდერები წერენ ამის შესახებ და ფიქრობ რომ ეს იქნება გზაგასაყარი მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ნაკრებისთვის, ზუსტად ამ მიზეზის გამო, როგორიც არის მაგალითად 2000 წლის ევრო როგორი გზაგასაყარიც არის გერმანული ფეხბურთისთვის, იმიტომ რომ 2000 წლის ევროზე მაშინ ჰაშეკი იყო, ხო? 2000 წლის ევროზე გერმანიის ნაკრები ჩარჩა ჯგუფში და ამის შემდეგ გადაწყვეტა მთლიანი გერმანული ფეხბურთის რეორგანიზაცია. თავიდან ბოლომდე შეიცვალა ბავშვთა აკადემიების სისტემა, უკვე მწვრთნელების სისტემაც შეიცვალა თავიდან ბოლომდე. შემდეგ 2 წელიწადში უნახეს ჩვენ გერმანიის ნაკრები სოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თუმცა ეს ამასთან დიდ კავშირში არ არის. ამიტომ დამოკიდებელი მიზეზები იყო და სისტემური ცვლილებები უკვე 2006 წელს მოვიდა გერმანიის ნაკრებში, როდესაც იოახიმ ლოვი იყო
კლინსმანის თავარი ასისტენტი და შემდეგ უკვე იულიომა ჩაიბარა გუნდი და მის შემდეგ ისე გავიდა დიდი ტურნირი და გერმანიის ნაკრები მინიმუმ ნახევარფინალში იყო ნორმა. ამ პერიოდში გერმანიის ნაკრებმა 2014 წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ იმ თაობით, რომელიც 2000 წლის ფიასკოს შემდეგ გაიზარდა. ინვესტიცია ვისით ჩადეს. კი, ზუსტად ეგრე. და დღეს ვფიქრობ, რომ დაახლოებით ასეთი რანგის და ასეთი დონის ცვლილება მოხდება გერმანიის ნაკრებში, თუკი გერმანიის ეროვნულ გუნდს და თუკი ბუნდესმანჩაფტს და ჩაიბარებს იურგენ კლოპი, ეს იქნება ტოტალური რევოლუცია გერმანულ ფეხბურთში. ან კლოპი ეგეთი მწვრთნელია, რომ უფრო მომავალ პერსპექტივაზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე იმაზე თუ რა მელოდება ამ სეზონში ან შემდეგ სეზონში ან იმის იქით შემდეგ სეზონში. იურგენისგან ჩვენ ვერ მოვითხოვთ ვერასდროს რომ აქვე და ამ წუთას უნდა დადოს რეზულტატი რა. იურგენ კლოპი არის მოწყობილი ისე და მისი ფეხბურთი რეალურად და მისი საფეხბურთო სისტემა და ფილოსოფია არის მოწყობილი ისე რომ გრძელვადიანი პროექტი არის და რატომაც არა მით უმეტეს იმას თუ გავიცვალებთ რომ რეალურად ასე ვთქვათ საფეხბურთო პენსიაზე იყო რაღაც ხრივ იურგენი Red Bull-ში მუშაობდა და უბრალოდ კონსულტაციას უწევდა Red Bull-ის გუნდებს, Salzburg-ს, Leipzig-ს და სხვებს მსოფლიოს მასშტაბით Red Bull Melbourne-საც სხვათა შორის უწევდა კონსულტაციებს თუ გაინტერესებთ და რეალურად ელოდებოდა ამ შემოთავაზებას და ლივერპულისგანაც ალბათ აი ამ შემოთავაზების გამო წამოვიდა, ამ შემოთავაზების ლოდინის გამო წამოვიდა რეალურად და აისრულა თავისი ოცნება, ვისი ოცნება არ არის საკუთარი ეროვნული ნაკრების ჩაბარება პეპ გვარდიოლას გარდა, რა თქმა უნდა, რომელსაც არ უნდა ესპანეთის ნაკრების ჩაბარება და ალბათ არასდროს ჩაიბარებს თავისი შოთა არველაძე შოთა არველაძე და პეპ გვარდიოლა. ორი ადამიანი რომელიც არასდროს ჩაიბარებს. შოთა არველაძის საყვარელი მწვრთნელია პეპ გვარდიოლა და ხო არ გაიარა რაიმე კონსულტაციები მასთან. ცოტა სხვადასხვა მიზეზები აქვს ორივეს ახლა ეს აქვს რომ არ უყვარს როგორც ჩანს ეს თავისი ქვეყანა და არ უნდა ესპანურ კატალონიელი სეპარატისტის არ უნდა რომ ასოცირდებოდეს გვირგვინთან და შოთის აქ ერთი სმარტივი პრობლემა თუ როდესაც გახდა მისი მეგობარი თემურ ქეცბაია ნაკრების მწვრთნელი და რა დაწყდა თავს თემურს და მან შიგნიდან ნახა სავარაუდოდ ეს თუ რა მოუვიდა თემურის ცხოვრებას ეროვნულ ნაკრებში მუშაობის შემდეგ და არა მარტო ის საშაჩივაძეზეც აქვს ხოლმე მსგავსი კომენტარები რომ ნახევარი საქართველოს საშას აკრიტიკებდა, როდესაც ის იყო მთავარი მწვრთნელი და არ მინდა იგივე გამოვიარო, არ მიიღოს. ალექსანდრე ჩივაძე ეროვნული ნაკრებიდან გააგდეს იმის მერე, რაც გერმანიასთან, ბოდიში, ინგლისთან წააგოს საქართველოს ნაკრებთან. ნაკრების ფეხბურთელისთვის ხა მარტივი არის, რომ მიხვდეს თუ რატო არ უნდა წავიდეს საქართველოს ნაკრებში სამწვრთნელოდ, იმიტომ რომ ყველაფერს ხედავს რეალურად. ეხლა დღევანდელი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებიდანაც არ ამგონია ვინმეს მომდის რომ მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდეს. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერს ხედავენ, იციან რა პრობლემა იქნება, მოსახლეობის და გულშემატკივრის დამოკიდებულებასაც გრძნობენ და ამიტომ უფრო რთული არის შენი თანამემამულის მიმართ პასუხისგებლობის აღება, რა უფრო და ძალიან ბევრად რთული არის ეგ და ამიტომ გონია რომ რაღაც მომენტში ლეგიტიმურიც არის შოთის აზრი რა, რომ არასდროს არ ვიმწვრთნელებს საქართველოს ნაკრებში. ხო, იმიტომ რომ ნანახი აქვს რა და აი როცა შენ ავიცი რა, ხო, კაი, აღარ საქართველოს ნაკრებს ვილაპარაკეთ, ხო, ერთი წამი გერმანიის ნაკრებს სანამ დაუბრუნდებით. ხო, ის თქვით, რომ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი ბოლო წელიწადში ან ბოლო ორ წელიწადში ორჯერ შეიცვალეს. ეს ამის დამატება მინდოდა ხოლმე. და ისე კლუბზე და გერმანიის ნაკრებზე რო დაუბრუნდეთ, ფიქრობ რომ შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე უყოლება ძლიერი გერმანიის ნაკრების ფესვებს შევხედავთ, თუ როგორი იქნება გერმანიის ნაკრები მომავალში, თუ კლუბი ჩაიბარებს. ხოლო შემდეგ მუნდიალზე კი თუ კლუბი ამდენი ხანი დარჩა გერმანიის ნაკრების სათავეში შევხედავთ ალბათ გუნდის ბოდიში მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს განურჩევლად იმისა რა შემადგენლობა ეყოლება გუნდს იქნებიან ვარსკვლავები არ იქნებიან იქნება დაბალანსებული შემადგენლობა არ იქნება მე ვფიქრობ რომ თუ კლუბი დარჩა ეროვნულ გუნდში აუცილებლად ვიხილავთ მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტს, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტ ფავორიტს, ვიდრე წელს იყო გერმანია და გერმანიის ნაკრები იყო ამ მსოფლიოს ერთ-ერთი იმედგაცრუება რეალურად. თქვენთვის ვინ არის კიდე იმედგაცრუება იმაზე გაგაცანდება? მე თქვა რომ ფავორიტებს შევეხებ და იმედგაცრუება ვინ არის?
პირდაპირ მე ვიტყვი ჩემსას, იმიტომ რომ ცოტა გულიც მოვიფხანე, რომ ეს ნაკრები არის სოფლიო ჩემპიონატის იმედგაცრუება. თურქეთის ნაკრები. ვარსკვლავებით დაკომპლექტებული. თურქეთი საქართველოს თურქეთზე ვიყავი მე რამდენჯერმე. პირველი თამაში ჩემი რაც სტადიონიდან მოხნაყურები არის საქართველოს თურქეთი, როდესაც 2-5 წავაგეთ. რომელი წელი იყო? 2004-3 სადღაც ეგ წლები იყო, ნახავ. სკოლაში ვსწავლობდი რა. და თურქეთი მე ცუდად მახსოვს ბავშვობიდანვე და ბოლო პერიოდში თურქეთი სუგუგებდა. ჩავიდა ეს თურქეთი დიდი ამბიციებით, ალბათ დღე არ გავიდოდა, რომ სოციალურ მედიაში თურქეთის ნაკრებზე რილსები არ ამოეგდო TikTok-ზე, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებზე რო იყო სიმღერა დაწერილი, ყველგან ეგ იყო. წავიდნენ როგორ გააცილეს, ჩართული იყო ერდოღანიდან დაწყებული მთელი თურქეთის მთავრობა, რომ აბა ეს უნდა იყოს თურქეთისთვის იმაზე უკეთესი მსოფლიო ჩემპიონატი, ვიდრე 2000-იან წლებში ჰქონდათ ემრე ბეროზოღლუს და რუშტურ ეკბერს, ჩავიდნენ რეალის ინტერის ფეხბურთელებით და ასრულეს როგორც სამიქულა ერთადერთი გამარჯვება პირველი ორი თამაში წააგეს და ორი თამაშის მერე გარკვეული იყო რომ თურქეთის სახში ბრუნდებოდა. ჰაკან ჩალხანოღლუ ამბობდა რომ ჩვენ 8 მატჩის ჩასატარებლად ვართ ჩამოსულები მსოფლიო ჩემპიონები ფინალის სათამაშო და მიდიოდნენ ფინალის სათამაშო არა მინიმუმ მესამე ადგილის მატჩის სათამაშო მინიმუმ მესამე ადგილის მატჩი და ფაქტია რომ ყველანაირად იმედგაცრუება გამოდგა ეს გუნდი და ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო მიზეზებზე რო ვილაპარაკოთ ეს არის ანომალია რეალურად 2005 წელი იყო 4-2 რომ მოგვიგეს ეს არ არის ანომალია რეალურად ჩემპიონატზე რაც თურქეთს დაემართა იმიტომ რომ თურქეთის ნაკრების ძალები ნახეთ საქართველოსთან და ბულგარეთთან და ესპანეთს როცა შეხვდნენ ნახეთ მაგალითად თუ როგორ დაამთავრეს თურქებმა თურქეთშივე გავანადგურე მერინო ჰეტრიკი შეუსრულა მგონი თურქეთში ხო თუ იქ ესპანეთში შეუსრულა მერინო ჰეტრიკი თურქეთს ო მაგას შევიცნე მე მახსოვს რომ 6-0 წააგეს 6-0 წააგეს სტადიონზე და მერინოს ჰეტრიკი მახსოვს იმიტომ რომ მოუწევს მერიно საერთოდ კაი ფეხბურთელია და როგორც ხორვატული და ბასკური ფეხბურთის მოტრიალეს და მერინოს ჰეტრიკი კონიაში იყო თამაში მერინომ შეასრულა ჰეტრიკი 6-0 გამარჯვების შემდეგ მერინოს ჰეტრიკი იყო და ვინგონიათ სხვა კიდე თუ რო ჩამოვყაროთ თურქეთი გასაგებია ჩეხეთი. იმედი არც ქონია ჩეხეთის და ვიცოდი რომ ვერ ითამაშებდნენ კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს, მაგრამ აი მაუტებზე რო წვალობენ და კუთხურებზე რო წვალობენ, გაეტანათ იმ მაუტებსა და კუთხურით. თურქეთს უარეს ჩეხეთს უარეს შედეგი ქონდა, ერთი პრინტ დაამთავრა. ჩეხეთს ბოლომდე ქონდა შანსი ჯგუფიდან გასვლის და სამხრეთ აფრიკასთან დამარცხებით ვერ გავიდნენ, თორე რეალურად თურქეთს უფრო უარესი მსოფლიო ქონდა მიუხედავად იმისა რომ ხო მოლოდინი უფრო დიდი იყო თურქეთს კი მოლოდინი უფრო დიდი იყო თურქეთზე იყო ძალიან კარგი შემადგენლობა ყავდა თურქეთს და ოქროს თაობა ყავდა რეალურად ხო რომელიც შემდეგი დიდი ტურნირისთვის ნაწილობრივ საშინაო ტურნირისთვის იმიტომ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი იტალიასა თურქეთში ჩატარდება თლად კარგი ხასიათი ვერ შეიქმნა თუმცა იქამდე 4 წელია მაგრამ ჩეხეთი იყო მექსიკა სამხრეთ აფრიკა კორეა ჩეხეთი ეს ჯგუფი იყო ერთი შეხედვით მექსიკა სამხრეთ აფრიკა კორეა ჩეხეთის ჯგუფი არის ძალიან თანაბარი ჯგუფი აქ რო ჩეხეთმა აიღო ერთი ქულა არის ძალიან დიდი იმედგაცრუება და მიუხედავად იმისა რომ ჩეხეთმაც ერთი ქულა აიღო და კატარის ნაკრებმა შვეიცარია კანადა ბოსნიის ჯგუფში კატარმაც ერთი ქულა აიღო კატარისთვის წინა მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით უკეთესი მსოფლიო კი კატარს ძალიან დიდი აპგრეიდი ქონდა წინა მსოფლიო მიუხედავად იმისა რომ ერთი ქულა გასაგებია მაგრამ ფეხბურთი ითამაშეს ხო ფეხბურთი ნამდვილად ითამაშეს მარტო აფიფი აღარ იყო წინა მოეზალი მაგარი იყო წინა მსოფლიოზე გახსოვთ როგორი იყო წინა ჯგუფიდან აუწარდა და გასული იყვნენ კაცო უკვე იქ რამდენად წავიდოდნენ წინ და გამოვიდა ეკვადორის ნაკრები თავის ენერვალენსიათი და ეკვადორის რაღაც მომენტში მედგაცრუება იყო იმიტომ რომ მექსიკის კი ხა მექსიკამ ისეთი ფეხბურთი ითამაშა რომ არ შექმნა არანაირად მოლოდინი იმისა რომ ხა მე 16-ად ფინალში გავარდება სიტყვაზე. მაგრამ ეკვადორმა გერმანიასთან რა თამაში საჩვენა, მაგამდე ჯგუფშიც კოდივორთან ძალიან კარგი თამაში იყო ის. კი, თავისი სტილური თამაში იყო, სადაც უბრალოდ ერთხელ მოახერხეს აფრიკელებმა ეკვადორის თურქეთზე მინდა თქვა, რომ აი ქერა ახალგაზრდა ჩოლოსი ნაივის გზაზე. და დარკ ჰორსი
კაბო-ვერდე რა. ალბათ. რაღაცა ჩემს მეგობართან მქონდა პოლემიკა იმაზე. სამფრით გავიდა კაბო-ვერდე იტალიის მსგავსად. სამფრით მაგალითად ირანი მაგალითად 3 ქულით ვერ გავიდა. აი ირანი მომეწონა ამ სოფლიოზე. ირანი 4 ქულით ჯგუფში ჩარჩა, ხო? და 3 ქულით ეს ჯგუფიდან გავიდა. და ასევე 3 ქულით ჩარჩა ირანი. 3 ქულით ჩარჩა ჯგუფში და ეს 3 ქულით მეორე ადგილზე გავიდა უბრალოდ, ხო? მეორე ადგილზე გავიდა ურუგვაიმ და საუდის არაბეთმა 2 ქულა აიღეს ამ ჯგუფში და რაც შეეხება ნორვეგია დაემშვიდობა სამწუხაროდ რა ზოგის სამწუხაროდ. ნორვეგიას მე აი მაგაზე უნდა მეთქვა რა. შორის ანდერდოგი კი იყო, მაგრამ ბევრი თვლიდა რომ ეს გუნდი მე-4 ფინალამდე მიაღწევდა. Dark Horse ნორვეგიის ნაკრები ვერანაირად გამოდიოდა, იმიტომ რომ ჩემს მეგობართან მქონდა პოლემიკა მაგაზე, ეს საუბრობდით რა, რომ მაროკოზეც და ნორვეგიაზეც მქონდა პოლემიკა, რომ ვინ იქნება Dark Horse? ყველა ხა ესე და ასე ვარიანტები ჩამუყარეთ და ნორვეგიაზე და მაროკოზე ლაპარაკობდნენ, რომ Dark Horse-ები იქნებიან. მაროკო იყო სოფლიო ჩემპიონატამდე და ეხლა ზგონი სოფლიოს რენკინგით მე-6 ნაკრები. ზუსტად და ნორვეგიის ნაკრები რო ვიღოთ, იგივე რანაირად შეიძლება Dark Horse იყოს ნაკრები, რომელსაც ერლინგ ჰალანდი ყავს ძირითად შემადგენლობაში, ოდეგარდი, ნუსა არის ჩემთვის მაგალითად აღმოჩენა შელდერუპი არის მარცხენა ფლანგელი. ნუსაზე არანაკლები მე ნუსაზე მეკონდა შელდერუპს ამ სოფლიო ჩემპიონატში. სხვადასხვა ფეხბურთელები არიან. სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელები არიან, თუმცა ეს სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელებს სოლბაკენმა იდეალურად გამოიყენა და სოლბაკენი უნდა აღნიშნო, რომ ეთამაშა ტუხელს, ხო? თუ არ უთამაშია ტუხელს და კინაღამ გააგდო მანამდე კინაღამ რა გააგდო კარლო ანჩელოტი, ტუხელის და კარლო ანჩელოტის დაპირისპირებაში შერცხვენილი არ გამოსულა სოლბაკენი და რიგ ეპიზოდებში დაჯებნა კიდეც. აი მე მინდა ეკითხა, რომ ტუხელი არის ჩემთვის ამ სოფლიოს აღმოჩენა. იმიტომ რომ იცით ვიცოდით ხა ყველამ ტუხელი რა დონის წვრთნელიც არის, მაგრამ ამ სოფლიოზე ტუხელმა აჩვენა, რომ ნებისმიერი ერთი კონკრეტული თამაშის მოგება შეუძლია ნებისმიერ მომენტში. სოლბაკენი ხა ყველამ ვიცით, რომ არ არის რეალურად სოფლიო დონის წვრთნელი, მაგრამ ტუხელმა რა ცვლილებებიც გააკეთა, ну ჯერ საერთოდ რა შემადგენლობაც დაასახელა. ალმერი დატოვა ჯერ სოფლიო ჩემპიონატამდე. ფოდენის დატოვებას მივესალმები რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ფოდენს არც არასდროს არ უთამაშა ინგლისის ნაკრებში ესეთი კარგი თამაშები, როგორც პალმერს ჰქონდა თუნდაც. მიუხედავად იმისა, რომ პალმერის ინგლისური ნაკრების კარიერა უფრო ხანმოკლეა. რა ვიცი, ტრენტი დატოვა იქ, ბევრი ფეხბურთელი დატოვა მოკლედ. კი ბატონო, და ერთი მგონი შოთი მთქვა, თუ აჩი მთქვა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას რეზი უნდა მოიგო. აი არა, რატო არ გითხარი საერთოდ. ხო, რომ და ესეთ გადაწყვეტილებას როცა იღე, მაშინ უნდა ადგე და მოიგო სოფლიო ჩემპიონატი ინგლისთანაც, ინგლისი ახლოს არის, ჩვენი განკუთვნილი დრო სამწუხაროდ ამოიწურა ასე მალე. და ჩვენ მოვიხილეთ უკვე სოფლიო ჩემპიონატის Dark Horse ფავორიტები, ასე ვთქვათ და მოდი ვთქვათ, რომ 4 ნაკრები არის გასული სოფლიო ჩემპიონატზე, ის 4 ნაკრები, ვისგანაც ველოდებით ალბათ რომ ამ ეტაპზე უნდა იყვნენ. აქედანაც კარგად ჩანს, რომ ძალიან კარგი სოფლიო არის და იმედია უკეთესი თამაშები გველოდება. დღეს თქვენთან ერთად ვიყავით მე, სანდრო თორდია, საფეხბურთო მიმომხილველი, ასევე ნიკა შოშიტაშვილი, გადაცემის წამყვანი სპორტის ჟურნალისტი და პირველად ჰქონდა გადაცემა, როდესაც ჩვენ ყავდა სტუმარი, იმედია ფეხბედნიერი იქნება მისი სტუმრობა, საბა სამუშია, დიდი მადლობა. ასევე სპორტის ჟურნალისტი, მადლობა პატივცემულო მაყურებლებო, რომ ეს ნახევარი საათი ჩვენთან ერთად გაატარეთ და გისურვებთ უფრო მაგარ თამაშებს, ვიდრე ჩვენ აქამდე ვნახეთ მუნდიალ მშვიდობისა. მომავალ შეხვედრამდე.